ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ტელეკომპანია მამულის ეთერიდან. ღმერთმა დავლოცოს ჩვენი მამული, დავლოცული იყოს სრულიად საქართველო და დედამიწა, რადგანაც ჩვენ დედამიწაზე ვარსებობთ და დედამიწის სიმშვიდე და ჩამოყალიბება და ნორმალური ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით ჩვენ სიმშვიდესაც გამოიწვევს. ეხლა ჩვენ დღეს გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ანალიტიკოსი ზურაბ ქელეხსაშვილი. მინდა ბატონო ზურაბ რამდენიმე შეკითხვა დაგისვა საერთაშორისო კუთხით და მე ჩვენ საქართველოში რა ხდება. მიმდინარეობთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ და თუ ჩანს პირი ამ ომის დასრულებას და საერთოდ რა შეიძლება იყოს ამ ომის დასრულების საბაბი და რა უნდა დაასრულოს ომი. უწესრიგად დიდი მადლობა მოწვევისთვის ამ სტუდიაში. შევეცდებით მას კითხვებს უპასუხო და მივესალმებით თქვენს სპეციალისტსა და მაყურებელს. მადლობა. დიახ, ძალიან რთული თემაა თავისთავად ცხადია, ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს სიტუაციაში, ჩვენ სირგული ფაქტიურად ცეცხლის რკალში ვართ მოქცეული, ღვთისმსხალობით თუ არ დასრულდა ბოლომდე ჩაჩუმდა მაინც ვთქვათ სომხეთ-აზერბაიჯანის ვთქვათ ეს კონფლიქტი რაღაცა ეტაპზე, ვთქვათ ბატონი ტრამპის მათ შორის ძალისხმევითაც და ასევე ვთქვათ თვითონ ამ მხარეების შეთანხმების საფუძველზე. ოღონდ რამდენხანს გასტანს ეს რა ქვია მშვიდობა ცოტა რთული სათქმელია, იმიტომ რომ არიან დაზარალებული მხარეები, როგორც თავს მიიჩნევენ და არიან გამარჯვებული მხარეები, რომლებსაც მოიპოვეს თავისუფლად გარკვეული კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რომელიც იყო სადავო. ღვთისმსხალობით ეს მეტნაკლებად ასე ვთქვათ დარეგულირებულია, ვთქვათ ჩვენს მეგობართა მეზობელ უკრაინაში, ასე ვთქვათ სისხლის მკვლელი ომი მიდის. იხოცებიან უამრავი ასე ვთქვათ ადამიანები, ჯარისკაცები, სამოქალაქო ძმათამკვლელი ომი. დამბივად ძმათამკვლელი ომია და ასე ვთქვათ კი ბატონო კიევის რუსეთის ჩვენ როგორც ვახსოვს, კიევის რუსეთიდან დაიწყო რუსეთი როგორც ასეთი და როგორც თავად რუსეთი უწოდებენ, ეს არის ფაქტიურად დედა რუსული ქალაქების დედა, ხო? ამდაგვარად არის ასე ვთქვათ ცნობილი თვითონ მათ მიერაც. მაგრამ სამწუხაროდ აი ეს მათამკვლელი ომი უკვე 4 წელი, სადაც 4 წელი გახდება თებერვლის 24 რიცხვში, როდესაც რა ქვია ეს უბედურება დაატყდა, მაგრამ გეოპოლიტიკა არ ცნობს ძმობას, მეგობრობას. ჩვენ ახლა ისტორიიდან ვიცით ფაქტიურად, რომ დავუშვათ ძმები ტახტისთვის ერთმანეთს ხოცავდნენ, ხო? როდესაც მათ შორის საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ვთქვათ ეს ფაქტიურად სამწუხაროდ მიღებული პრაქტიკა იყო და აი გეოპოლიტიკა არის ძალიან ვერადინა, ეგ არის ძალიან სერიოზული ინტერესები და როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თავის დროზე ძველი დროის პრემიერ-მინისტრი პალმერსტონი იტყოდა, ინგლისს არ ხავს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, ინგლისს აქვს მუდმივი ინტერესები. შესაბამისად და სათანადოდ თითოეულ სახელმწიფოს ეს არ ვრცელდება მხოლოდ ბრიტანეთზე, ეს ვრცელდება ნებისმიერ სახელმწიფოზე, რომელსაც აქვს თავისი ასე ვთქვათ წადილი და სურვილი შეინარჩუნოს საკუთარი სახელმწიფო, განავითაროს და ვთქვათ მიიყვანოს იმ წერტილში, რომელიც განვითარების ყველაზე ოპტიმალურ ვითარებად მიაჩნია. სათანადოდ და შესაბამისად აი ამ ომს თავისი წინაპირობები ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც არაპროვოცირებულს უწოდებენ ვთქვათ რუსეთ-უკრაინის ამ ძალიან დასანა და ძალიან დრამატულ კონფლიქტს, თავისთავად ცხადია, ეს არ იყო თლად არაპროვოცირებული ომი. როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე ბატონმა სი ძინპინგმა თავის დროზე აღნიშნა, ამას ჰქონდა თავისი წინაპირობები. ეს არის არახოცებულა, ჩვენ ვიცით საბჭოთა კავშირის ასე ვთქვათ განადგურების დაცემის შემდგომ იყო გარკვეული დაბალხაზზე ისმის და აი ეს უკეთეთ. ხსენ? ეს სტარტავდნენ. კი. უკაცრავად მაგურებელთან ფაქტიურად ჰქონდა ამას თავისი წინაპირობები და უშუალოდ საბჭოთა კავშირის დაცემის შემდგომ, განადგურების შემდგომ ვთქვათ, იყო გარკვეული პირობები დადებული საკუთარ ხელმძღვანელობასთან, რომ და შემდგომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, რომ არც ერთი ასე ვთქვათ მის ხალიდან ნაბიჯით არ წაიწევდა ნატო
რუსეთის საზღვრებისკენ, მაგრამ ეს უარყოფილი იქნა და არათუ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, არამედ თვით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ყოფილი საბჭოთა ბალტიისპირეთის სახით მიღებული იქნა ნატოში და საუბარი იყო როგორც უკრაინაზე, ასევე მოლდოვაზე და ასევე საქართველოზე, ხო? ამას ხელმოწერით იყო ეს. არა, ფაქტიურად აქ ხელმოწერები არ ყოფილა, ეს იყო ასეთი ჯენტლმენური შეთანხმება, როგორც იტყვიან, მაგრამ ნატო ასე კარგი ფართოებული იყო. სამწუხაროდ, რა ქვიან, აი სწორედაც ამ ყველაფერს გასაზღვრავს გეოპოლიტიკა, რუსეთი არის მოგესალმებათ უშველებელი კოლოსალური სახელმწიფო, თავისი ტერიტორიით, თავისი მასშტაბით, თავისი საარსებო ასე ვთქვათ, სივრცით, თავისი წიაღისეულით და ვთქვათ იმედლეულით, ამაზე დიდარი სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ფაქტიურად დედამიწაზე არ არსებობს და ჯერ კიდევ გარკვეული პერიოდის წინ სწორედაც ედავებოდნენ რუსეთს იმ საკითხს, რომ ეს არ არის სამართლიანი, როდესაც 150 მილიონიანი ქვეყანა ფლობს ფაქტიურად დედამიწის სიმდიდრეების უშველებელ კოლოსალურ ასე ვთქვათ რაოდენობას. სათანადოდ, ვისაც ახსოვს ალბათ ძველი თაობის ადამიანებს, ბატონი შევარდნაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ძალიან ხშირად ბრძანებდა ხოლმე, რომ ჩვენ რუსეთის სირგული უნდა შევქმნათ დემოკრატიული, ეგრეთ წოდებული დემოკრატიული საფრთხენი. რას გულისხმობს დემოკრატიული, ეგრეთ წოდებული დემოკრატიული საფრთხენი? ნიშნავს რუსეთის სირგულით ისეთი სახელმწიფოების და სახელმწიფოთა გაერთიანებების შექმნას, რომელიც საბოლოო ჯამში ფაქტიურად რუსეთს იძულებს გახდის, ასე ვთქვათ, რომ ის დანებდეს, ხო? ანუ როდესაც უამრავი სახელმწიფოა, რომელიც მას კისერში ასე ვთქვათ უჭერს, ყველა ჩვენ თუ ვიცით და ანალიტიკოსებმა იციან და თქვა ძალიან საზოგადოების ფართო ფერებისთვის კი ხელმისაწვდომია, რამდენად ხელმისაწვდომია ეს რუსული სპეცსამსახურებისთვის, დაუშვათ რამდენად ეს გასაგებია და ბუნებრივია ვთქვათ რუსეთის ხელისუფლებისთვის და ბუნებრივად წარმოიქმნა. სხვათა შორის, როდესაც უკრაინამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა 1991 წელს, დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ჩაწერილი იქნა, რომ უკრაინა იქნება მუდმივი სუვერენიტეტის, მუდმივი ნეიტრალიტეტის ქვეყანა, ხო? აი, სწორედ ამ პირობიდან დღეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ბრძანებენ, რომ ჩვენ აი ამ ასე ვთქვათ, წრეიდან გზავნით უკრაინის დამოუკიდებლობა. ჩვენ შეგვიძლია მისი აღიარება უკანაც კი წავაგდოთ, ხო? და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ვთქვათ, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალ მემკვიდრე რუსეთის ფედერაცია არ დაგვარად იქნა ჩამოყალიბებული ეს სიტუაცია, შეიძლება მან გაიწვიოს თავისი აღიარება უკრაინის სახელმწიფოებრიობის, ანუ ამაზეც კი მიდის საუბარი. ანუ ამ კონფლიქტს თავისთავად ხადია, ქონდა თავისი ბიზნესები, თავისი სინაპირობები, ეხლა არც ერთ ასე ვთქვათ სახელმწიფოს არ უნდა რომ ნატოს, ამ შემთხვევაში ნატოს საჯარისო ფორმირებები თავისი შეიარაღებული ძალების მთელი ასე ვთქვათ სიმძლავრით ცხვირწი მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის და რუსეთის სხვა ქალაქების ვთქვათ გასწრულ გავლენას, ხო? ანუ არ არის ისე საქმე, რომ ვთქვათ მხოლოდ ერთი მხარეა ამ კონფლიქტში, ვთქვათ ბოლომდე დამნაშავეა, მეორე მხარე, თუმცა ეს დრამატული ვითარება, როდესაც ეხლა მე რა თქმა უნდა, როგორც ალბათ თქვენ, ზუსტი მონაცემები და ზუსტი ციფრები იმის თავებაზე არ გაგვაჩნია, თუ რამდენი ადამიანი შეეწირა ასე ვთქვათ ამ კონფლიქტს, ამბობენ რომ სადღაც 2 მხრიდან 2 მილიონამდე ეს კოლოსალური ციფრია, ხო? კოლოსალური ციფრია. ფაქტიურად რაც შეეხება საკუთრივ უკრაინას, დაიცალა ეს ქვეყანა და განადგურებულია და ჩამონგრეული და ჩამოშლილია და როგორც იტყვიან ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული 70%-ია ქვეყანი, როგორც ვიცი, რუსეთს უკრაინის. არა, ოკუპირებულია დაახლოებით 20%-ია აქვს ოკუპირებული ხილების ჩაგვრით რუსეთის უკრაინის თქვა სუვერენული ტერიტორიისა. არა, ნამდვილად 20%, დაახლოებით 20% არის. სწორედ 70-80% არის უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ და ის ტერიტორიები, რომელიც რუსეთმა შეიტანა თავის ასე ვთქვათ კონსტიტუციაში, როგორც მისი გამოყოფილი ნაწილი, ეს არის დონბასი, ეს არის ასე ვთქვათ ხერსონისა და ეს არის ზაპოროჟიეს ოლქები, ხო? უკრაინისა. სამწუხაროდ ეხლა თქვენ გითხეთ, რომ თქვა თუ ჩანს ამ ომს თქვა დასასრული. ჯერჯერობით რა თქმა უნდა ამ დასასრული არ ჩანს, იმიტომ რომ არც ერთი ომში მონაწილე მხარე, ახლა ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქვია ამას რუსულ-უკრაინული კონფლიქტი, რუსები საერთოდ აკნინებენ თქვა აი ამ ომის დასახელებას ომს არ უწოდებენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ხო? ეხლა დავასრულებ ბატონო. და შესაბამისად რა ქვიან შესაბამისად ეს სამხედრო ოპერაცია ასე ვთქვათ წარმოდგენილია როგორც გათავისუფლება, ასე ვთქვათ, რუსები ასე მიიჩნევენ, რომ ისინი ათავისუფლებენ რუსეთის ბელარუსიის, როგორც ისინი უწოდებენ, გარკვეულ ტერიტორიას, უკრაინელი ასე ვთქვათ
ფაშისტი და პრობლემისგან. ამიტომ მათი მხრიდან ამდაგვარადაა ეს აღმოჩენილი. ხოლო რაც შეეხება ასე ვთქვათ საკუთრივ უკრაინელებს, ისინი რა თქმა უნდა მიიჩნევენ, რომ ეს არის მათი სუვერენული ტერიტორია და რუსეთი დაესხა თავს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქ იყო წინასწარი გამაღიზიანებლები. ეს რა თქმა უნდა იყო ნატოს შემავალი სახელმწიფოები, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ხელმძღვანელობით, ხო? მაშინ ბაიდენის დროინდელი ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობა იგულისხმება. რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტები წარმოიქმნა საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ჩაიგდო ეს ასე ვთქვათ ნაღმები და მე ფერადი რევოლუციების შედეგად, რომელიც ჩვენთანაც მოხდა, ბევრ სხვა ქვეყანაშიც ასე ვთქვათ მოხდა, შესაბამისად მოიყვანეს ხელისუფლების სათავეში მათთვის მორჩილი, საკმაოდ მორჩილი ასე ვთქვათ პოლიტიკური ფიგურები და შესაბამისად რა ვთქვიან, დაინტერესებული მხარე არის დღემდე ვიცით რომ ზელენსკი მასხარა უფრო არის ვიდრე პოლიტიკური ფიგურა და მე რას ვამბობ იცი? აი ეს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ეს არის ევროპელების ომი უკრაინის აგერ მასხარის უკრაინელების ბერი და ხვედრი არავის არ აინტერესებს. ოღონდ უკრაინა როგორც სუვერენიტეტს მოკლებული რამდენადაც ცდილობენ რომ დაშალონ რუსეთი, არა და მე ვფიქრობ რომ თვითონ დაიშლება ევროკავშირი, ევროპა, ნატო მიზანი ეს არის და თვითონ განაცხადებდნენ დაცო ევროპელები დღეს ახლა ასეთ კარგ განწყობაზე ვეღარ არიან, იმიტომ რომ სიტუაციები სხვანაირად წავიდა. ჩვენ ისინი ამბობენ რომ ჩვენ ომში ბრძოლის ველზე უნდა დავამარცხოთ რუსეთი. მეც არ გამოვიდა და გამოვიდა სხვანაირად, რომ თქვა უკრაინა არის დღეს ფაქტიურად კატასტროფულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია დაუშვათ არსებითად გაემიჯნა ამ ინიციატორი ქვეყანა არსებითად ამობის ინიციატორი ქვეყანა გარდა გარზე და მშვიდობის მყოფელის მატია მოირგო. ეს არის ასე ვთქვათ ცივიზმის რა არის იცი? ამდენად ვერც რუსეთის სახელმწიფო ვერ დათმობს მის სახელმწიფოებრივ და მნიშვნელოვან ინტერესებს, ვერც უკრაინა ვერ დათმობს, ვერც ნატო ვერ დათმობს ახლა ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ახლა წარმოვიდგინეთ რომ ვთქვათ ზელენსკი განუცხადოს თავის მოქალაქეებს რომ ჩვენ გამოვდივართ ომიდან, ხო? აბა რატომ დაიწყე ეს ომი? მას არ აცდება დიდი უბედურება, ხო? იგივე იქნება, რა ქვია, რუსეთის ხელისუფლების მიუხედავად პუტინის მაღალი ავტორიტეტისა თავის სახელმწიფოში, თუ კი რუსეთმა არ მიაღწია მის ამ ეგრეთ წოდებული SVO, ხო? SVO-ს მიზნებს არც პუტინს არ დაადგება კარგით, ხო? ყველაზე სუფთად ამ საკითხებიდან გამრობა მაინც ამერიკის შეერთებული შტატები და ბატონი ტრამპი სწორედ ამას ასე ვთქვათ პედალირებს, ეს არაა ჩემი ომი, ეს იყო ბაიდენის ომი და მე აი მშვიდობის მყოფელი ვარ და ძალიან ცუდია, როდესაც ხდება უამრავი რუსი და უამრავი უკრაინელი. ანუ ფაქტიურად ახლა ბუდაპეშტის სამიტი იგეგმება უახლოეს დღეებში ალბათ ბატონი ლავროვისა და ბატონი რუბიოს ამერიკის სახელმწიფო მდივნის ასე ვთქვათ შეხვედრა მოხდება და შესაბამისად ალბათ ბუდაპეშტში უკვე მოეწყობა ბატონი ტრამპისა და ბატონი პუტინის ვთქვათ ანუ ვერ გავახარებ და ვერავის ვერ გავახარებ. რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი დინება და შეუძლია ბატონ ტრამპს გამოიყენოს დაუშვათ ხელდასარსებული ძალიან ბევრი რესურსი იმისთვის, რომ უკრაინა აიძულოს ვთქვათ გარკვეულ მისთვის საზიანო, ასე ვთქვათ, ერთი შეხედვით მისთვის საზიანო ვთქვათ მშვიდობაზე. მას აქვს პერპეტები, რომ ვთქვათ, იგივე გააკეთოს რუსეთთან მიმართებაში და ამ ტომაგავკების თემა მოგეხსენება, სწორედ ამას უკავშირდება და ეს იყო დაშინდების გარეშე. მაგრამ იმდენად საშიშია ამ ტომაგავკების საკითხი, რომ თავისთავად ცხადია, ამაზე ამ ეტაპისთვის იქნა ნათქვამი უარი, მათ შორის ბატონი ზელენსკი როცა სტუმრობდა ორივე დღის წინ ბატონ ტრამპს ვაშინგტონში, მაშინ მას განუცხადეს, რომ ვთქვათ, ეს ამერიკას თავად ჭირდება ეს ასე ვთქვათ, ტომაგავკები და ვთქვათ, ამას ამ ეტაპზე არ არის. ნატოს ამერიკიდან უნდა ეყიდა ეს იარაღი და გადაეცა. კი ბატონო, აი ამერიკამ ასე ვთქვათ, ამერიკამ შესთავაზა, ვთქვათ, აი თქვენ შეიძინეთ ეს, ხო, ეს არის ევროპის ასე ვთქვათ, დაკნინების კიდევ ერთი ცდელობა, თუ გავიხსენებთ, როდესაც შეხვდა ბატონი ტრამპი Ursula von der Leyen's რამბია, მაშინ მოაწერა ხელი უშველებელ ასე ვთქვათ, ევროპისთვის სრულიად წარგებია გარიგებებზე, მაგრამ ეს ამ ქალბატონმა ვერაფერი ვერ გააკეთა, გარდა იმისა, რომ ყველაფერს გათანხმებდა. ანუ პარალელურად მიმდინარეობს ევროპის ასე ვთქვათ, დეკადანსის
პროცესი, ევროპის ჩამოქცევის პროცესი ფაქტიურად რეცესიაშია ევროპის სამყარო სახელმწიფოები. ეხლა ევროკავშირის ძრავი არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ეკონომიკური ძრავი და არის საფრანგეთის რესპუბლიკა, ხო? თქვა იტალია ნაწილობრივ. ფაქტიურად ამ სახელმწიფოებში არის რეცესია, ხო? ეკონომიკური ხშირად ამ ბატონი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ხშირად მოყავს მაგალითი, რომ რამდენიმე წლის წინ 2008 წლამდე ევროპის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში შეადგენდა 30%-ს. ოღონდ დღეს ეს ჩამოსული ეს მაჩვენებელი 17%-მდე. ანუ ფაქტიურად დაგმინება სახელმწიფო, თქო, განახერხდა, ხო, მისი შესაძლებლობები ეკონომიკური. და ეხლა იყო ის, რომ ამერიკა დუხსო. ამერიკაში მთელი ხალხი გამოსულია ტრამპის წინააღმდეგ. გერმანია მთელი გერმანია შიდა პროცესებია. როდესაც ბატონ ტრამპი როგორ ლოზუნგით მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი ამერიკა, ხო? ძლიერი ამერიკა. ხელახლა უნდა შევქმნათ ძლიერი ამერიკა. და ფაქტიურად მან უწოდა, ვთქვათ, აი ამ რასაც deep state-ს უწოდებენ, რომელიც ჩვენთან 300 ხარად იყო გახდილი, ხო, ასე იყო, არა? ფაქტიურად თითქოს ეს ვიღაცა მოიგონა, ვიღაცამ ასე ვთქვათ, ცილი დასწამა, ვთქვათ, არა რეალურად არსებობს ეს და შესაბამისად აი ამ deep state-თან ბრძოლის სრულად კონკრეტული სტრუქტურებია, სრულად კონკრეტული ორგანიზაციებია, რომელიც დიდწილად და გარკვეულწილად უკავშირდება ვთქვათ ამერიკის დემოკრატიულ პარტიას, მის გავლენებს, სწორედ არა მხოლოდ ეს არის სახელმწიფო აპარატის ვთქვათ მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც deep state-ს ეძახიან და ფაქტიურად მოვიდა აი ამ ეგრეთ წოდებული ჭაობის, deep state-ის ჭაობის დაშრობის ასე ვთქვათ მოტივი ბატონ ტრამპი. ანუ რასაც მაგაფია მისი მხარდამჭერთა დიდი მშველებელი ორგანიზაცია, რომელშიც ახალგაზრდობა ჭარბობს, სხვადასხვა რომ იცოდეთ და არა მხოლოდ ძველგაზრდები, არამედ ახალგაზრდებიც, ფაქტიურად ბატონმა ტრამპმა ვთქვათ ამ ტალღაზე შეძლო ხელახლა გაპრეზიდენტება, თორე კაც დასაჭერად ხონდა საკუთარ ფაქტიურად ეს როლი ჩვენ ხო კარგად ნახეთ და უახლოეს წარსულში ეგერ მოკლეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდა კონსერვატორი, ხო? ანუ უშველებელი ბრძოლა მიმდინარეობს ორ იდეოლოგიას, ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის. ამის გამოძახილი ეს 6-7 მილიონი ადამიანის გამოსვლა ამერიკის ტერიტორიაზე, გასულ შაბათს, რა თქმა უნდა ეს წინააღმდეგობები არსებობს და ბატონ ტრამპს თავისთავად ცხადია უნდა მშვიდობის ყოფილის მანტიის მორგება და ასე ვთქვათ მისი ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება, რომლითაც ვიღაცას მიაშლია, რომ ტრამპი რატომღაც უნდა ემსახურებოდეს ჩვენთანაც იყო ასეთი გულუბრყული ადამიანები, რომ აი მოვიდა ტრამპი ხელისუფლებაში და ახლა გვეშველა, ხო? ამერიკის შეერთებული შტატები ნებისმიერი პრეზიდენტის ასე ვთქვათ პირობებში ორიენტირებული იქნება, სხვადასხვა ფოკუსით თავისთავად ცხადია, მაგრამ ორიენტირებული იქნება უდავოდ და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების ასე ვთქვათ პოზიციების გაძლიერებაზე. გამონაკლისს რა თქმა უნდა ბატონი ტრამპი წარმოადგენს ამ შემთხვევაში, ახლა 1000 რაღაცას უწოდებდნენ რაღაც აგენტი კრასნოვი ტიპოს პუტინის, არა, იქ არის ეს კაცი არის ბიზნესმენი, რომელსაც გარიგებები არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მათ შორის აი ეს ტალღა ასე ვთქვათ, მისი შუამავლობიდან გამომდინარე, ალბათ ასე თხილი მეცვიდოთ, რომ გარკვეულ ასე ვთქვათ პოზიტიურ როლს შეასრულებს და გარკვეული იმედის თვალით შევუყურებთ აი ამ ბუდაპეშტის სამიც, თუ ნახოთ რა გამოვა ამ სამეთზე. გასაგებია, ესე იგი მოგესალმებით ჩვენო მაყურებლებო, შეგიძლიათ გააზიაროთ, მოიწონოთ ჩვენი გვერდი, დაგვიკომენტაროთ ნებისმიერ თემებთან დაკავშირებით და აუცილებლად გაგცემთ პასუხს, ცოტა შევეხები ახლა მიმდინარე მოვლენებს პროცესებთან დაკავშირებით. ანუ მოკლედ ევროკავშირიო ახალი სტრატეგია, ანუ ბავშვებს ევროკავშირში უმარტივდებათ სქესის შეცვლა და ეს ძალიან მიუღებელი არის ჩვენთვის, საქართველოსთვის, რადგან ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყანა და არ ვართ ევროკავშირისთვის და რა ქვია ევროპელების მოსაწონი ქვეყანა არა ვართ, მას სურდათ საქართველოში დაენერგათ ეს LGBT პროპაგანდა საქართველოში გაევრცელებინათ, მოეკიდა ფეხი, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოუვიდა ის, რაც მათ ჰქონდათ გეგმაში და სწორედ მათ ჰქონდათ გეგმაში ევროპელებს მოეყვანათ ისეთი
ხელისუფლებაში საქართველოში, რომელიც შემდგომში ევროპელები დაიწყებდნენ საქართველოს მართვას ნაციონალების ხელით, ესე იგი საით გვინდა რომ წავიდეს, ესე ვთქვათ, საქართველოს ბევრი ამბობს რომ რუსეთში მივდივართ, ზოგი ამბობს რომ ჩვენ ევროპა არ გვინდა, ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, სადაც ბავშვის სქესის გადაკეთება იქნება შესაძლებელი, ანუ არასრულოვანი ბავშვის სქესი გადაკეთება, ჩვენ ესეთი ევროკავშირი ნამდვილად არ გვინდა და ანუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირში არის გაწევრიანებული, იმ ქვეყნებმაც აუცილებლად უნდა მიიღონ ეს კანონი, არ მიღების შემთხვევაში აღარ დააფინანსებს კი ემუქრებათ სანქციები ფინანსური, ეს შეეხება საქართველოსაც, ჩვენ შეგვეხება ეს, რადგან ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენს გვეტყვიან კანდიდატი ქვეყანა ვართ, კი რა თქმა უნდა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ და ჩვენს შეგვეხება ეს საკითხი და მე მაინტერესებს ახლა რა უნდა იყოს, ესე ვთქვათ, გამოსავალი როგორ უნდა შევხედოთ ამ თავს, რომ აი ახალგაზრდებს მინდა მოუწოდო აქედან რომ იწახიან ევროპაში, მინდა ევროპაში და რაღაც თავისუფლება გვინდაო და რაღაც დამოუკიდებლობა გვინდაო, თავისუფლება, ჩვენ თავისუფლები ვართ და ჩვენ მართლა დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ჩვენ არც ერთი ქვეყნისგან არ ვართ რამით დამოუკიდებული, სწორედ ევროპა გიждდება, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და არა ვართ დამოუკიდებული, კიდე კარგი რომ მართლა ევროპაზე არა ვართ რამით დამოუკიდებული, თორემ ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩაგვაყენებ და აგერ გაზი, დენი და ნუ ასე და ასე შემდეგ ამ ყველაფრით არა ვართ დამოუკიდებული ევროკავშირზე, იმიტომ რომ აგერ რა ქვია რუსეთს ძალკე გამოვუყო 16 პაკეტი გამოვეცითო რუსეთსო და საქართველოს ძალკე ასანქცირებენ, რუსეთს ძალკე ასანქცირებენ და რაღაცა 19 პაკეტი გამოვუყვეს, მაგეთმა პაკეტებმა და პამპერსი მომკლეს წაიღეს ტვინი, სხვა მეტი მათ არაფერი არ შეუძლია ამ კუთხით და კიდე კარგი რომ ჩვენ მართლა ევროპელებზე არა ვართ რამით დამოკიდებული და ესე იგი თავისუფლებას რაც შეეხება, ჩვენ მართლა თავისუფლები და მართლა დამოუკიდებლები ვართ და სწორედ მათ უნდათ ევროპელებს რომ მათზე ყოფილიყავით დამოუკიდებული რამით და აი ამიტომ გიждდება ესე რომ ვთქვათ მთელი ევროპა, ანუ ჩვენ როგორც პატარა სახელმწიფო საქართველოს ცოტა ძნელი არის ესე დამოუკიდებელი ქვეყანა რომ ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ არც ერთი ქვეყნის ინტერესებს არ ვატარებთ საქართველოში, ხელისუფლება მართლა არ ატარებს არც ერთი რომელიმე ქვეყნის ინტერესებს საქართველოში, ნუ ეხლა ზოგ-ზოგი ერთ უნდათ რომ გაეტარებინათ ევროპელების ინტერესები საქართველოში, მოეკიდა ფეხი საქართველოში 1000 ბინძურეს და სისაწავლეს, მაგრამ არ მოხდა იმ გეგმების განხორციელება, რაც მოთქონდათ გეგმაში. ანუ აქედან გამომდინარე მე იმას ვამბობ, რომ უნივერსიტეტებში, სკოლებში, ბაღებში და ესე ვთქვათ, სახელმწიფო დაწესებულებებში ჩემი აზრით უნდა დაეშვას ევროკავშირის დროშა საქართველოს გვერდით, ჩემი აზრით არ არის ევროკავშირის დროშის ადგილი, ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ევროკავშირი, რომელიც ბავშვს არასრულოვანი ბავშვთა სქესის შეცვლა იქნება საჭირო და ქართული დროშის გვერდზე უნდა ევროპის დროშის ადგილი უნდა ჩაანაცვლოს დღესდღეობით მართველი პარტიის დროშა საქართველოს დროშის გვერდით, იმიტომ რომ აი მართლა გეუბნებით ეხლა არ შეიძლება ეხლა კი ეხლა ჩვენ თავისუფლება გვინდა ახლა რომ გამოდიან რა ეს ახალგაზრდები და ისა კაცო რა თავისუფლება გინდა ამაზე მეტი რა თავისუფლებას ეთქო სადაც გინდა იქ დადიხარ რასაც გინდა იმას აკეთებ რასაც გინდა იმას იბოტოქსებთ რასაც გინდა იმას იდიდებთ და მასაჟებით რა ქვია სადაც გინდა იქ დადიხარ ეხლა ფრთები ხო ეხლა ფრთები ხო არ გინდათ მართლა ხელისუფლება მოგასხანდა დაიწყოთ ტრენა მაგრამ თქვენ თავისუფლება და აღვირახსნილობა ერთმანეთში გერევათ ახალგაზრდებმა აი თავისუფლება სხვა რამეა და
იგინებიან ისეთ სიტყვებს იყენებენ, კაციც არ გაიმეორებს ამ სიტყვებს, ხო? ეგ არის სიტყვის თავისუფლება, რა თავისუფლებაზე ლაპარაკობ, თავისუფლება და აღვირახსნილობა გერევათ ერთმანეთში და ეგრე არ შეიძლება და რაც შეეხება ეხლა ჩამოვის რო იყო დიპლომატი ჩამოსული, იმიდან რა ქვია ფინეთიდან აქციაზე რო იყო გასული, ჯერ ერთი მას ფული აკავებული აი ამ ქმედებაში, რომ გასულიყო აქციაზე გარეთ, შეხვედროდა აქციის მონაწილეებს, რომ რამენაირად მეტი ხალხი ყოფილი მომატებოდა აქციაზე და ასევე ის უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ერევიან საქართველოს საშინაო საგარეო პოლიტიკაში, მათაც აქვთ თავიანთ განცხადებებში აღებული ძალიან დიდი ფულები, როგორც არის ჯო ვილსონი და კიდე სხვა პოლიტიკოსები. ამიტომ სანამ არ დამთავრდება ეს ჯერ ესე რომ ვთქვათ ძალიან ბევრი მტერი ყავს საქართველოს როგორც გარე, ასევე შიდა მტერი ძალიან ბევრი ყავს საქართველოს და სანამ ჩვენს შიდა მტრებს არ მოუგრიხავთ კისერს, ესე ვთქვათ ერთ ადგილს არ მიუჩენთ, მანამ არ დაშოშმინდება ის გარე მტრები. მივხვდით რას ვამბობ? ეხლა ჩვენ და ამიტომ ეხლა რო ვთქვა მარტო რუსეთია საქართველოს მტერი საქართველოს ძალიან ბევრი ქვეყანა მტრობს საქართველოს ეხლა კი მეზობელია რაღაცა, მაგრამ მეზობელსა და რა ქვია ჩვენ დავსაბუთოთ კონფლიქტები, ასე ვთქვათ, კონფლიქტების მოგირება მოახდინო და რომელმაც ეს კონფლიქტების მინიმიზაცია მოხდეს. თორემ ყველას ზევანას მოგახსენებთ ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესებია, როგორც კი ინტერესებიდან გამომდინარე, კი, მაგრამ მათი ინტერესების გადაყენება უნდა მოხდეს საქართველოში. პოლიტიკის მეშვეობით და წყალობით, ასე ვთქვათ, შენი ინტერესები დაიცვა სხვათა ხელყოფისაგან. დიახ. ბატონო სურა, ეხლა ჩვენ ამერიკას და რუსეთს და იმას მოვეშვათ, აქეთ ახლო აღმოსავლეთში რა მდგომარეობა გაქვს? მოგახსენებათ მთელი 2 წლის განმავლობაში შედგებოდა 2023 წლის 7 ოქტომბერს მოხდა ეს დასამანი ინციდენტი, იცით ცოტა უცნაური კია, რომ აქტიურად შემოფარგლული და შემოსაზღვრული ტერიტორიიდან, ასე ვთქვათ, მოხდა ვთქვათ აი კონფლიქტის გაღვივება ამ ხამასის ძალების მიერ, ხო? ეხლა ეს ბუნდოვანებით მოცულია, ასე ვთქვათ, ეს ვითარება, რამდენადაც ძალიან ძნელი წარმოსადგენია ტერიტორია, რომელიც კონტროლდება ჩვენ ისრაელის სახელმწიფოს სადაზვერვო შესაძლებლობები. ეს არის არამხოლოდ ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშე, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშე. არამედ არის უშველებელი სადაზვერვო ქსელის მქონე ორგანიზაცია, მათ შორის სწორედ იმ ტერიტორიაზე, რომელიც შემოსაზღვრულია. მას თავისი აგენტურა, რა თქმა უნდა, ყავდა თვითონ აი ამ ღაზას სექტორის ტერიტორიაზეც და სრულად წარმოუდგენელია, რანაირად შეიძლება გამოპარვო და დაუშვათ სპეცსამსახურებს, ისრაელის სპეცსამსახურებს ამდაგარი ოპერაციის ჩატარების, ასე ვთქვათ, რისკი, ხო? ეს წარმოუდგენელი მოხდა. მაგრამ ჩვენ ვერ ვიხილეთ, როდესაც რა ქვია, ფაქტიურად ეს ღაზა იქნა მიწისაგან პირისა აღვილი ეს ტერიტორია, ეს პატარა საკმაოდ პატარა ტერიტორია არის, ვთქვათ, თბილისზეც კი ბევრად პატარაა, სადაც 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა და ეხლა რა თქმა უნდა წეღანდელი მოგახსენებთ, რომ არ ვიცით ეხლა ჩვენ ზუსტი ციფრები, მაგრამ ამბობენ რომ 30,000 მხოლოდ ბავშვი არის დაღუპული, ხო? ეხლა ბატონმა ტრამპმა ვთქვათ შეეძლო და მოახერხა ამ კონფლიქტის როგორც ჩემი აზრით მცირედ ასე ვთქვათ შეჩერება, რამდენადაც აი გუშინ წინ უკვე ასე ვთქვათ ისრაელის სახალის ძალებმა ისევ დაგმოვეს ეს ტერიტორია და იყო ასე ვთქვათ საუბარი იმაზე, რომ თითქოს და იქიდან იყო პირველი პროვოცირებელი ასე ვთქვათ. ისე თურქეთმაც ამ საკითხში რა თქმა უნდა თურქეთმა უზარმაზარი როლი შეასრულა, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი თემა არის ეგეთი ორგანიზაცია ძველი მუსულმანები, ასე ქვია, რომელიც არის ერდოანის ასე ვთქვათ ფაქტიურად ეს აკრძალული ორგანიზაცია, სწორედ ითვლება ტერორისტულ ორგანიზაციად, ფაქტიურად ბატონი ერდოგანის დიდი მცდელობის შედეგად შესაბამისად, ასე ვთქვათ, მედიაციის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის
მონაწილეობით მისი გეგმის განხორციელება ამ ეტაპზე შესაძლებელი გახდა. დანარჩენები ასე ვთქვათ, მოვლენების განვითარება ვიდრე მე დიდი იმედით არ ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ვთქვათ ეს კონფლიქტი ასე ვთქვათ მშვიდობიანად ასე დასრულდება. ძალიან ყოველწამს შეიძლება იქნოს საფეთქება ეს ასეთი სამშვიდობო ხელშეკრულებები ამ ასე ვთქვათ პალესტინის ტერიტორიასთან დაკავშირებით ყოფილა უამრავი, მაგრამ სამწუხაროდ ამ კონფლიქტის გადაწყვეტას და გადაჭრას ასე ვთქვათ ჯერჯერობით მე ვფიქრობ, რომ მაინც ვთქვათ აქეთ ჩვენთან ეს ზანგეზურის დერეფანის საკითხი და აბრეშუმის გზის საკითხი ეს აღარ შედგა. კი ბატონო, ეს ალბათ ჩვენთვის არის გარკვეული შანსი საქართველოსთვის. უზინარესად ვეთანხმებით ვთქვათ ყველა იმ ანალიტიკოს, რომელიც ბრძანებს, რომ და ზოგადად ხელისუფლების პოზიცია როგორიც ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს აი 12-13 წლიანი უწყვეტი მშვიდობა საქართველოში და ეხლა ვერ ვიტყვით, რომ ეს არის საუკეთესო ვითარება ჩვენი ქვეყნისთვის, ვთქვათ, რომ არ აქვს ხარვეზი არსებულ ხელისუფლებას, მაგრამ კონკრეტული მომენტისთვის საქართველოს ამჟამინდებმა ხელისუფლებამ შეძლო და მოახერხა, ასე ვთქვათ, ქვეყნის ქვეყანაში მშვიდობის დაცვა ძალიან დიდი ძალის მე უფრო იმას ვფიქრობ, რომ რუსეთს ეხლა ჩვენთვის არც არია. იცით რა, ესეთი რუსეთმა მეგონი უარი ათქმევინა, ზანგეზურის დერეფანი მეგონი ჩაიშალა ეს. არაფერია ჩაშლილა, პირიქით რა ქვია. იმიტომ რომ რუსეთი არ დაათმო. ეს არის ჩინეთისა და რუსეთის, ეს არის ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის რა ქვია საკითხი. რუსეთსა და ჩინეთს დღეს აქვს ძალიან ჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო ტიპის ურთიერთობები და ფაქტიურად რუსეთი ძალიანაც რომ უნდოდეს ამ ეტაპზე, როდესაც მდგომარეობაში დღეს რუსეთი იმყოფება ჩინეთის სამოქალაქო რესპუბლიკასთან, თქვათ, აი ამ წინააღმდეგობის გაქცევი არც არის და ვერც არის, ასე რომ და არის ეს ამერიკელმა სადღაც უნდა იაროს. ახლო აღმოსავლეთი არის ცეცხლით მოცული, ფაქტიურად იქ ჰუსიტების პრობლემაც კი ვერ გადაჭრეს რა ქვია. ვერც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ვერც ისრაელმა და თქვათ, ვერც სხვა დაინტერესებულმა კოალიციის ქვეყნებმა. არათუ თქვათ ირანის საკითხი, მაგრამ საბოლოო ანგარიშში ამერიკელმა სადღაც უნდა იაროს, თქვათ, შეუერთა აბრეშუმის გზის საკითხი, თქვათ, თავად ინდოეთის, რომელიც საკმაოდ რთულ ურთიერთობაში არის ჩინეთთან, ხო, საკმაოდ რთული პაკისტანთან, არის რა თქმა უნდა პაკისტანის საკითხების და მილიონი სხვა საკითხი, ხა ჩვენ ვერ შევძლებთ ამ ყველაფერზე ეს თქვათ კონცენტრირებას. კი ბატონო, საქართველოს ახლა აქვს ისტორიული შანსი, ეგრე აბრეშუმის გზის ფორუმი იმართება ჩვენთან უახლოეს დღეებში, ხო და ფაქტიურად ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, თქვათ, აღადგინოს, აახორციელოს თავისი ეკონომიკური ვითარება ამ თემიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის ასევე მძლავრი პოლიტიკური პერპეტიც საქართველოსთვის, თუ კი მოხერხდება და თქვათ შეცდომა. რამდენადაა საიმედო ეს ჩვენი ქართველი ერისთვის და აი ამ ფონზე ხო დაჭერების და მის ფონზე და ხელისუფლებას სურს, რომ საქართველოში რაიმე ისეთი წამოიწყოს და ისეთი იყოს და რომელიც ერთა ქვეყანას ამოასუნთქებს. აი ეს ყველა ეს ზონა და ყველა ეს ორგანიზება სწორედ იქიდან არის მიმართული. ეხლა მშვიდობის არავის ეგონოს, რომ მშვიდობის შენარჩუნება დღევანდელ ვითარებაში ეს ძალიან პატარა საქმეა. ეს ურთულეს ჩვენ რაში ჭირდებოდით აი ქალბატონი ბრძანეთ და თქვათ ევროკავშირთან დაკავშირებით. ჩვენ რაში ჭირდებოდით ევროკავშირს? აი რა სუვერენიტეტი და ღირებულებები გააჩნია ევროკავშირს? რა თქმა უნდა, თქვათ, მას თავისი ღირებულებები უდაოდ გააჩნია, ახლა ეს სხვა საკითხია ჩვენთვის ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ რატო გვეუბნება ახლა ევროკავშირი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ის უცხოების პოლიტიკოსები გვეუბნება, რომ ესე იგი თქვენი სუვერენიტეტი და თქვენი ღირებულებებიო დათმეთო და ამ შემთხვევაში გაგაწევრიანებთო, აგერ LGBT კანონიო გააუქმეო, გამჭირვალობის კანონი გააუქმეო, მართლა დაცვის კანონი გააუქმეო, ყველაფერიო და აგერ მიგიღებთო. ხო, ახლა იმასაც მოგთხოვს ახლა, რომ აი მიიღეთო ეს რა ქვია, ბავშვთა სპეციის შესვლა, იმიტომ რომ ხო წევრი ქვეყანა ვართ. ჩვენ არა ვართ წევრი კი არა და კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ არა ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. კანდიდატ ქვეყნებსაც შეეხება ეს კანონი. საქართველოს მიიღოს სწორედ რა ქვია სადაო საკითხი რა არის ერთ-ერთი სადაო საკითხი ევროკავშირის ბიუროკრატიასთან, რომ
ჩვენ მივიღეთ ბავშვთა დაცვის საქმეა, ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებული კანონი. ასე რომ ეს ჩვენ ვერ შეგვეხება და თქვენ მართალი გზარებით ეთახვებით იმ საკითხში, რომ ასე ვთქვათ, საქართველო ალბათ 1000-ჯერ უნდა დაფიქრდეს იმასთან დაკავშირებით, სანამ იქ გაწევრიანების ასე ვთქვათ გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილია 78 მუხლის სახით საუბედუროდ ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ და ევროკავშირში უთუო ინტეგრალურ ეს ვექტორი ჩვენი კონსტიტუციიდან დასაზღვრული. დღეს ხელისუფლებას დიდი სურვილიც რომ გქონდეს აი ამ მუხლის ამოღებისა, მას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომლითაც ის შეძლებს ძალიან რთული და დიდი თემა არის საქმეა. თუმცა ალბათ არის პერსპექტივა იმისა, რომ ჩატარდეს საყოველთაო რეფერენდუმი საქართველოში და ქართველმა აირმა გამოთქვას თავისი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. რამდენად წავა ხელისუფლება ამ გაწვავებაზე? ეხლა ეს არ არის საკითხებელია, ეხლა ვიდა ევროკავშირში გაწევრიანება, აი აქედან გამომდინარე, სადაც ბავშვების ეს შეცვლა არის შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ აპელირებენ რითი, ხო, თუნდაც ევროკავშირი, აი ამ კონსტიტუციის აი ამ მოხდრო თქვენ გიწევიათ კაცო, ევროკავშირში გაერთიანება. და ხელისუფლება არსებული ხელისუფლება თქვა მაინცა და მაინც აი ამ კონსტიტუციის მუხლს არის აქვს თავის მიღებული კანონებით, რომლითაც ასე ვთქვათ ევროკავშირი ცილდება. ხო, ამაზე გვედავებია. ეს არის ფორმალური საბაბი. ძირითადი საბაბი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო ჭირდებოდა აი ასე ვთქვათ ფითილად, რომელიც უნდა დამთავრებულიყო ერთ-ერთ ასე ვთქვათ ერთ-ერთ პატარა ხანძრად, რომელიც შეიძლება მერე გადასულიყო რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე, ოდიშპირეთის ტერიტორიაზე, რომელიც ფაქტიურად უშედეგოდ პრობლემა შეუდგა რუსეთს. ოღონდ ამ ყველაფერს საქართველოს შეეცირებოდა. ოღონდ ეს საკითხი ევროკავშირის და ევრობიუროკრატიას საერთოდ არ ანაბლებს არათუ თქვა ის პროპაგანდისტული საკითხები, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, არამედ ჩვენი საერთოდ ყოფნა არ ყოფნა მათთვის ნიშნავს ჩვენ მათთვის საინტერესოები ვართ, როდესაც შენ ეწირები მათ ინტერესებს, როგორც აზერბაიჯანი ხორცი. ეს როგორც იქნას თქვა ჩვენმა ხელისუფლებამ. უნდა და ჩაება ომში ჩვენი ჩაება უნდა იმდენი ზეწოლა გადაიტანა ხელისუფლებამ, იმდენი შანტაჟი გადაიტანა. ეხლა კიდე გვემუქრება ევროპა, აგერო აი თუ რაღაცა ეს რაც გვემუქრება ვიზა ლიბერალიზაციით გვემუქრება, აგერ კიდე კანდიდატის სტატუსს განიხილავენ ევროკავშირის ამ ლიბერალიზაციის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის ვერ გადაწყვეტეს იმდაბარად, როგორც მათ უნდათ. ანუ ეს ვიზა ლიბერალიზაცია ამ ეტაპისთვის შეუძლებელი რჩება. რაღაც ბატონო ზურაბ, რაღაც მოვლენის ხელისურები ამ საკითხებში იმის გამო, რომ რაღაცები ისე იშლება და ვერ ეწყობა მდგომარეობა რთულდება. ღმერთის ხელი ყველაფერში მოგვიგეთ, რომ ჩვენგანი ღმერთის შვილები ვართ. ის და სამხარო ის შეგვიძლია რაღაცნაირად ისე მიდის საკითხები, რომ ვერ ხდება კანონია, რომ ახლა ეს მხოლოდ სიტყვის მასალად მიაშენ, როცა საუბარია, რომ საქართველო არის დედაფშობლის სიუხვედრი ქვეყანა. ეს არაა მხოლოდ სიტყვა. ასე ვთქვათ, რაღაცა ლამაზი გამონათქვამი. რეალურად ეს ასე ახლა ჩვენ ამ ტელევიზიას რა თქმა უნდა ცხადია ვერ ვისაუბრებთ, გარდა იმისა თუ გავითვალისწინებთ რომ მეც ცოტა ასე ვთქვათ მეჩქარება, და ვიცი დღეს შეიძლება ჩავთვალოთ ის რომ ვთქვათ გარკვეულ თემებზე მეტნაკლებად რამია ვისაუბრეთ და შემდგომი დროისთვის იქნებ გადაგვედოთ, როდესაც ვთქვათ მე ცოტა უფრო მეტი დრო მეკრებოდა და თქვენ ცოტა მეტი სურვილი დავუშვათ ამ თემებზე ცოტა ფართოდ რადგან ასე არის ერთ-ორ სიტყვას მე დავამატებ, რომ მოვლენა არის, რომელიც გულგრილად არ დატოვებს უფალი ჩვენს სამშობლოსაც და არც კაცობრიობას არ დატოვებს გულგრილად და იმიტომ რომ ამდენი პრობლემა რო წარმოიქმნა და ერთიანად და აგერ ხარაგაულში მიწაგას და იქეთ ამდენი კატაკლიზმები, ამდენი უბედურება სახის შენარჩუნებას დღეს თქვენ სწორად გზადეთ კალბატონო რომ ვთქვათ დღეს საქართველოს სუვერენიტეტი აი უახლოესი პერიოდის განმავლობაში ყველაზე უფრო მაღალ ნიშნულზეა და იმედია თუ ხელისუფლება ეს არ მოწონს მერე ევროპას. აგერ ჩემი რა მოწონდა იმათ რა მაგიტო არ მოწონთ, იმიტომ რომ მაგიტომ არის ამდენი ზეწოლა საქართველოზე, იქით რომ რუსეთსაც აცილებენ აგერ საქართველოს მისი 3000 დოლარის სახელმწიფოებრიობის მანძილზე ზეწოლის გარეშე ფაქტიურად არ ყოფილა ეპოქა და არ ყოფილა დრო, როდესაც არა ჩემი ინტერესები გაატარებინ და
და თუ არა ესე მინდა უკაცო რაკიდა რა მოხერება ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამდენი წლების განმავლობაში და საუკუნეების განმავლობაში რომ ჩვენი თავი ჩვენად გვეყუდნოს და ილია ჭავჭავაძის ეს ოცნება ჯერ არ არის ეს პატარა არ არის ეს ცირერიცხოვანი ერისთვის და არ არის ეს რა ქვია პატარა ტერიტორიის ერისთვის რომელიც გიგანტების გარემოცვლაშია რომლებიც ყოველთვის იყვნენ დაინტერესებული აი ამ გეოპოლიტიკური არეალით ძალიან რთულია ამ საკითხების ასე ვთქვათ გადაწყვეტა და იმდენად როგორადაც ჩვენს გვინდა და როგორადაც ვთქვათ ილიას ბრძანებდა ვაჟას ოცნებაც ეს იყო თვით უპატრონე თავის თავს ნუ იმედოვნებს ჩვენ ყოველთვის მაინც ხისი პატრონობის ქვეშ გვინდა მოქცევა და ყოველთვის იმიდან გადასახედიდან გამოვდივართ რომ ჩვენ პატარაერი ვართ და ვიღაცამ თუ არ მოგხედა არ მეშველებაო და ნუ ქართულმა თავისი თავი თუ არ დაინახა და ის თუ არ იფიქრა რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სახელმწიფო მართოთ და ჩვენი არსებობა ჩვენი არსებობა შევინარჩუნოთ და ჩვენ თავს ჩვენ თვითონ უპატრონოთ და სახელმწიფოებრიობა სწორედ ის არის რომ შენ ხარ შენ სახელმწიფოს განკარგავი და ისა ჩვენ მთლიანად მომსპარი გვაქვს ენერგეტიკაც ის ყველანაირი ის რესურსი არ არის სოფლის მეურნეობაც არ უშენებელი პრობლემები ამას თვალს არავინ არ უხუჭავს ჯერ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობა არის წარმოვიდგინოთ ავადმყოფი ძიმე ავადმყოფი ადამიანი შენ ახლა ძიმე ავადმყოფ ადამიანს ვერ მოთხოვ ხატვარება რომ დამიხატე რაღაცა გენიალური ტილო ჯერ ის უნდა გადავარჩინოთ რომ მე მოვთხოვოთ რა ქვია დახატოს ეს ტილო და აი ასე გადასარჩენია ჩვენი დედასამშობლო და ამ ქვეყნის და სამშობლოს გადარჩენაზე რომელ ქვეყანაში ფრიალებს საქართველოს დროშა მაინტერესებს რამდენ ქვეყანაში ფრიალებს საქართველოს დროშა მე მგონია რომ საქართველოს დროშა არც ერთ ქვეყანაში არ ფრიალებს და იმ სტუდენტებს და ახალგაზრდობას მინდა ვთქვა რომლებიც აქციაზე დადიხარ რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის დროშებით ხელში გამოდიხარ უკრაინის დროშა და სხვადასხვა ქვეყნის დროშები და თქვენ დროშას დაბლააგდებთ და წვათ თქვენს დროშებს ჯერ თქვენ ქვეყანას უნდათ პატივი და თქვენ დროშას უნდათ პატივი და თქვენი საქართველო უნდა გიყვარდეთ თქვენ და არა რომელიმე ქვეყანა პირველ რიგში ეს არის აუცილებელი და ჩვენ შვილებს შობლებს მინდა ვუთხრა ჩვენი შვილების უნდა აბზარდოთ და მარტო გაზდა არ არის რომ აჭამოს აჭმელი და გაიზარდოს უნდა აბზარდოთ ისე რომ ჩვენ შვილებს ჩვენი ქვეყნის სიყვარული უნდა შევაგონოთ და ჩვენი ქვეყნის დროშა უნდა უყვარდეთ და პატრიოტებად უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და ჩვენი ქვეყანა უნდა შევაყვაროთ და არა რომელიმე ქვეყნის სიყვარული და რომელიმე დროშის ფრიალი არ უნდა ვასწავლოთ ჩვენ დროის რა ქვია ჩვენს შვილებს გამოდის ახლა აქციაზე ერთი ქალია მნიშვნელობა და წვავს საქართველოს დროშას ეს რომელიმე რუს გაეკეთებინა მე თქვენ გეუბნებით რომელიმე რუს რომ გაეკეთებინა ეს და დაეწყო საქართველოს დროშა და დაბლა დაეგდო პასუხს მოსწოდით ესე იგი ატეხავდით ერთი ამბავს ესე იგი ჩვენ პასუხი სხვას უნდა მოვთხოვოთ და სხვისგან გვინდა ეს რა ქვია მაგას რომ რაღაც დანაშაულება რაღაც აგოს პასუხი აი ამ ქმედებებთან მაგრამ ჩვენ რატო არ ვთხოვთ ჩვენ ქართველები რატო არ ვთხოვთ იმ ქართველს პასუხს იმ უსამართლობაზე რაც ქვია საქართველოს დროშა დაწვა ეს არის გამყიდველი ადამიანი რომელსაც არ უყვართ თავისი სამშობლო და ესეთი ადამიანებისგან უნდა დაიცალოს საქართველო და ის ადამიანები რომლებიც არიან კიდე საზღვარგარეთ წასულები ემიგრაციაში და რომლებიც ფულს აგზავნიდან აქ საქართველოში ვისათვის რომ არეულობა და სტაბილიზაცია მომხდარიყო საქართველოში და აფინანსებდნენ ნაციონალებს ესე რომ ვთქვათ მათ არ უნდა მიეცათ ჩამოსვლის უფლება საქართველოში არა ეს ასე უნდა იყოს არა ეს არის ჩვენ არ ვარიგებთ ჩვენ გადასაწყვეტი არ არის ქალბატონო თეონა ჩვენ არ არის მაგრამ რაღაცა უნდა რადგან ჩვენ სტუმარს ეჩქარება და ეს არის მადლობა გადავხადოთ დღევანდელი სტუმრობისთვის მადლობა ბატონო ზურაბ ძალიან საინტერესოდ საუბრობთ და ძალიან საინტერესოა თქვენ რომ ჩაერთოთ ჩვენთან ამ საუბრებში მადლობა ჩვენს მაყურებლებსაც კარგად გამოვიდა კარგად მეგობრებით კიდე შემდეგ გადაცემაში კარგად გაიხარეთ მადლობა და პანდის ყველას